გასაგებია, ყველა ბიჭმა ძალიან შორს შეტობა, ამიტომ ამიერიდან სკოლაში წესები გვექნება. ახალი წესები ბიჭებისთვის რა მოხდა? იქნებ შეყვარებულება მიატოვეს და გაბრაზებულები არიან. განავრცეთ. რა თქმა უნდა, გოგოებო, დეტალები. არ შეგიმჩნევიათ, რომ ბიჭები ამ სკოლაში ძალიან ცუდად იქცევიან? ყველაფერს ანაგვიანებენ თან. საპირფარეშოს იატაკზე ტრიალებენ, ხო და საღეჭრეზინს აკრავენ ყველგან. მართალია. ამიტომ ამ სკოლაში ბიჭებისთვის ძალიან მკაცრი წესები გვექნება. და ვინც ამ წესს დაარღვევს, სკოლიდან გააგდებენ. Yes! გამარჯობა მასწავლებელო მაიკ. მასკოტ, რომეო. გოგოებო, თქვენს რამე გაწუხებთ? არანაირი პრობლემა, მასკოტ, ჩემთვისაა. წესები ბიჭებისთვის. აი ის რომეო, წაიკითხე და დაიმახსოვრე. ეს რა არის? წესები და წერია, რომ გოგოები არ უნდა გააღიზიანოს ზედმეტი სიყვარულით. გაიგე რომეო, ეს შენთვისაა. კარგი ვივართ. გოგოებო, კარგია, წესები ბიჭებს მართლა ჭირდებათ. მასწავლებელო მაიკ, უბრალოდ წაიკითხე. არ დაიკავოს კაფეტერიაში გოგოების ადგილი, არ დააწყოთ ფეხები მაგიდაზე. არ იტრაბახოთ გოგოების წინაშე. ბიძია მაიკ, ეს რა არის? წესებია რომეო, როგორც ეს გოგოები უკვე ძალიან შეაწუხეთ. მორჩა რომეო, ეს წესები დაიცავ, თორე სკოლიდან გაგაგდებენ. წესები შენ დაიცავ. მე ისედაც ვიცავ. ვაუ! მოქმედებს. ბიჭები მართლა შეიცვალნენ. გოგოებო, ეს ცოტა ზედმეტი ხომ არ არის? მადლობა მე ამბოხეებო. გთხოვთ, არ არის საჭირო.